უწყვეტი პროტესტის 44 დღე ქუთაისში ხმაურიანი აღმოჩნდა. ხმოვანი გაბმული სიგნალებით ევროპული მომავლის მცველები ქართული ოცნების პოლიტიკას აპროტესტებენ. თქვენ კადრში ხედავთ, რომ აქციის მონაწილებმა რუსთაველის გამზირი დაიკავეს. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, ამ შინაარსის ტრანსპარანტები უჭირავთ აქ მყოფ ადამიანებს. მე პირდაპირ ეთერში გავესაუბრები სამოქალაქო აქტივისტებს და მათ პოზიციებს მოგასმენინებთ. ხედავ ზალიკო კუხიანიძეს. ზალო, თუ შეიძლება რომ გითხრათ, შევაფასოთ რეჟიმის პატიმრები მოსამართლემ ისევ პატიმრობაში დატოვა, როგორი არის თქვენი შეფასება? პირველ რიგში აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ გამძლეობა უსწრო იმ ბიჭებს, იმ სინდისის პატიმრებს, ვინც დღეს უსამართლოდ კიდევ ერთხელ დატოვეს პატიმრობაში, წინასწარ პატიმრობაში, იმიტომ რომ ეს ბიჭები, რა თქმა უნდა, არიან დამნაშავეები და თუ ვინმე ბრძოლას აბრალებს ამ ბიჭებს, ეს ბიჭები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობისთვის, საქართველოს წინსვლისთვის იდგნენ ქუჩაში, არ ვიტყვილო ბრძოლობდნენ, იდგნენ ქუჩაში უბრალოდ, მხოლოდ ეგ არის. მეორე ის, რომ აუცილებლად დაინიშნოს ახალი არჩევნები, აუცილებლად, რადგან საქართველოს დადგეს ახალ ევროპულ გზაზე. ძალიან დიდი მადლობა, თქვენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენდით, კიდევ გავესაუბრები სხვა აქციის მონაწილეს. თუ შეიძლება რომ გითხრათ, რა არის თქვენი სათქმელი, რატომ გამოხვედით ქუჩაში? მე თითქმის ყოველ დღე გამოვდივარ და ძალიან გული მტკივა, რომ უდანაშაულოთ 11 პატიმარი გაანთავისუფლონ ამისი მომხრებარ და იყოს ახალი არჩევნები. მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ, არა მაქვს სახლი, არა მაქვს კარი, მაგრამ აქ არის ჩემი სახლი და კარი. ძალიან სიამოვნებს აქ მოსვლა, ჩემ ხალხში დგომა და მიხარია, რომ ერთ პატარა მართველს მეცვდებ რაღაცა ჩემ სათქმელს. ძალიან დიდი მადლობა. ხედავ იაშვილს უცვლელი აქციის უცვლელი მონაწილე ტრადიციული მოთხოვნებით ქალბატონოია დღეს რა გაქვთ სათქმელი? ესე იგი ქართულმა კოშმარმა მოახერხა ის, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანები ამდენი ხნის მანძილზე ერთად ქუჩაში დააყენა. მე არ მავიწყდება ბიძინა ივანიშვილის მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომელსაც მოგვიწოდა, რომ კოპიტნარის აეროპორტიდან წავსულიყავით საზღვარგარეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს რჩევა, რომ ვინ უნდა წავიდეს კოპიტნარის აეროპორტიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ, მან ქართული კოშმარის წევრებს უნდა უთხრას, იმიტომ რომ მოთხოვნები არ შეიცვლება, ახალი არჩევნები იქნება, ჩვენი ბრძოლა იქნება შეუპოვარი, იმიტომ რომ სხვა გზაა, სხვა სამშობლო ჩვენ არ გაგვაჩნია. ყველაფერი ქუჩაში გადმოიტანეს, თეატრები ქუჩაში გადმოიტანეს, საკონცერტო დარბაზები ქუჩაში გადმოიტანეს. სასამართლო პირიქით არის, სასამართლოში თეატრი დანიშნეს. 1000 გვარი მიზეზი გვაქვს იმისა, რომ საერთოდ არ გვინდოდეს არც სახლში შესვლა და არც ქუჩის გარეთ ყოფნა, იმიტომ რომ სხვაგან ბრძოლის ველი არ არის. ბრძოლის ველი გადის სიმართლესა და უსამართლობას შორის. როგორ მოახერხეს ის, რომ სიტყვა ტყვე და ტყვეების განთავისუფლება ჩვენ სალაპარაკო ლექსიკონში დაამკვიდრეს და იმდენი იძახეს, რომ დაგასრულებთ, რომ თვითონ დაუბრუნდებათ ყველა ის ნასროლი სიტყვა, რომელიც აი ჩვენი მისამართით ისროლეს, ამიტომ ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. ძალიან დიდი მადლობა. ასეთია ვითარება ქუთაისში რუსთაველის გამზირზე. თქვენ ხედავთ, რომ ათეულობით ადამიანი 44 დღეს ისევ ქუჩაში არის გამოსული უცვლელი მოთხოვნებით, ჩატარდეს ახალი არჩევნები და მოხდეს უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება.